თუ ყოველ ღამე 6 საათის ნაკლები გძინავს, არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ შენი ორგანიზმი ნელ-ნელა შენზე მუშაობას წყვეტს. მხოლოდ ერთი უძილო ღამის შემდგომ შენი ტვინის კოგნიტური ფუნქციები მნიშვნელოვნად მცირდება. იზრდება რეაქციის დრო, მცირდება კონცენტრაციის უნარი და იზრდება შეცდომების დაშვების ალბათობა. ყველაზე საინტერესო ნაწილი ახლა იწყება. როდესაც შენ გძინავს, შენი ტვინი მაშინაც კი არ ისვენებს. ის მთელი ღამის განმავლობაში მუშაობს, რასაც მეცნიერები გლიმფატურ სისტემას უწოდებენ. მექანიზმს, რომელიც შენი ტვინიდან ზედმეტ ნარჩენებს ასუფთავებს. ზოგი მეცნიერი მას ტვინის ღამის წმენდასაც კი უწოდებს. ასევე ძილის დროს შენი ორგანიზმი გამოჰყოფს ზრდის ჰორმონს, აღდგენს კუნთებს და ასევე არეგულირებს ჰორმონებს, რომლებიც შენს შიმშილს და დანაყარებას აკონტროლებენ. სწორედ ამიტომ ადამიანებს, რომლებსაც ქრონიკულად აკლიათ ძილი, ხშირად უფრო მეტად აქვთ შიმშილის შეგრძნება, უფრო ცუდად ვარჯიშობენ და აღდგენითი პროცესები ბევრად უფრო შენელებული აქვთ. 17-19 საათი ფხიზლად ყოფნა რეაქციის სიჩქარეს იმ დონეზე ანელებს, რომ ის შეიძლება 1%-იანი ალკოჰოლის ზემოქმედებას შევადაროთ. ასე რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც იფიქრებ, რომ ძილი უბრალოდ დროის კარგვა არის, გახსოვდეს, რომ შესაძლოა ყველაზე დიდი ვარჯიში, რომელსაც დღის განმავლობაში აკეთებ, ეს თვალების დახუჭვაა.